ამ საქმიანობას ქვია გონებრივი მოღვაწეობა, გონებრივი ლოცვა, შინაგანი მუშაობა. ეს აუცილებელია ყველა კაცისთვის და თანაც არის პირველი ბუნებრივი მოქმედება თითოეული ადამიანისთვის. ღმერთმა ისე შექმნა, რომ მასთან ჰქონდეს განუწყვეტელი ურთიერთობა. და ადამიანი, როდესაც განუწყვეტლად ლოცულობს, არის თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. განუწყვეტელი ლოცვა არ ნიშნავს იმას, რომ კაცმა ეკლესიის მიერ დაწესებული რაღაც ლოცვები იკითხოს შეუწყვეტლად. არამედ უფრო გულისხმობს იმ მუდმივ ყურადღებას, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი გულისადმი, რათა ეს მუდმივი ურთიერთობა ღმერთთან შეინარჩუნოს. ადამიანის დაცემის შემდეგ ადამიანის არსება დანაწევრდა და ღმერთის ხატებაც შეიმუსრა. ხოლო ქრისტემ აღადგინა ეს ხატება და მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ისეთები გავხდეთ, როგორიც თავიდან შექმნა ღმერთმა. და შეგვიძლია ისევ ვიცხოვროთ, როგორც ადამი ცხოვრობდა სამოთხეში. ამიტომაც ვთქვი, რომ განუწყვეტელი ლოცვა არის მეთქი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. არ არის რამე უცხო ჩვენი არსებისთვის. არც განსხვავებულია იმისგან, როგორც შექმნა ღმერთმა. არამედ როგორც თქვით, არის ის, რისთვისაც შექმნა ღმერთმა. ეკლესიის მამებს ეძახიან მღვიძარ ფხიზელ მამებსაც. ანუ იმიტომ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მუდმივი ყურადღება და მუდმივი ლოცვა. და ჩვენც ვიცნობდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი სულიერი მოღვაწეობა ჰქონდათ მუდმივად. წმინდა იოსები სიქასტი, წმინდა ეფრემ კატუნაკელი, ჩვენი მოძღვარი ბერი იოსები, მამა ბაისი, მამა ეფრემი არეზონელი, ყველა ეს ადამიანები ბერები იყვნენ ამ განუწყვეტელი შინაგანი გონებრივი მოქმედების მუშაკნი. საფრთხო მადლის მეშვეობით შეძლეს ის, რომ ეს ყურადღება და ლოცვა განუწყვეტლად ჰქონოდათ. და ამიტომ მთელი ეს მათი მუშაობა მთელ ეკლესიაზე ვრცელდებოდა. ეკლესიაში გულისხმობა არა შენობას, არამედ ეკლესიის საიდუმლოებებსა და ზოგადად ეკლესიურ ცხოვრებას. ამ საქმიანობას მარტო მონაზვნები კი არ უნდა ეწეოდნენ, არამედ ყოველი ქრისტიანი. ყველა ქრისტიანი, რომელიც მონათულია საფრთხო, რომელიც მონათულია წმინდა სამების სახელით, ნებისმიერ ასეთ მონათულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ამ სულიერ მდგომარეობას მიაღწიოს. ამგვარად განიწმინდება გული ვნებებისა და ცოდვისგან და ადამიანს აქვს შესაძლებლობა და ადამიანი იწყებს ღმერთის ხედვას თავის სულში, თავის გულში. ანუ ის, რასაც ქრისტეს ახარებაში ახსენებს. ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონო. ფაგანგი ამბობს, სასუფეველი ცათა თქვენ შორისო, ანუ თქვენში არისო. ანუ ის, ვინც განიწმინდა თავისი გული, ღმერთს ხედავს თავის თავში და განიცდის ცათა სასუფეველს თავის შიგნით. და ამგვარად ახდება ყველა ის აღთქმა, პირობა, რომელიც ქრისტემ მისცა ადამიანებს ახარებაში. და ადამიანი მართლაც ხდება სულიწმინდის ტაძარი და ქრისტეს მეგობარი. წმინდა მცნებების დაცვით, ეკლესიის საიდუმლოების მეშვეობით, ლოცვითა და სინანულის ღვაწლით. ამ ყველაფრის მეშვეობით ადამიანი ხდება ღმერთის სამკვიდრებელი და ქრისტეს თანყოფობას ხელშესახებად გრძნობს თავის გულში.